Firpaso megor მიესალ ჩვენი გაცემისთვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. გადაცემის წარმომადგენელია PSP. მოგესალმებით. ბანო მომენატრა, რამდენი ხანი არ ყოფილვარ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ. პირიქით. ისეთი ამბები გაქვს რომ პირიქით. მადლობა, მე მიყვარს და კიდევ ერთხელ დაჯეროთ და გამიმეორე რომ ამ გადაცემის ჟანრი არ ვარ, მაგრამ შენთან სტუმრობა მიყვარს. რატო ფიქრობ ამ ჩვენ ყველანაირ მოვლენებზე ვსაუბრობთ? არა აქვს მნიშვნელობა ეს იუმორთანაა დაკავშირებული თუ არა იუმორთან დაკავშირებული. აი ამ მომენტით სარგებლობ ზუსტად. ხო, და ეს მომენტი უნდა ისარგებლო და ახლა აქ შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ, იმდენი სალაპარაკო თემა გვაქვს რომ ძალიან ბევრი კი. პირველი რაც მინდა მოგილოცო ეს არის გადმოსვლა ტევ პირველი. ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიგრძენით რომ ტევ პირველზე გადმოვედით, იმიტომ რომ აქ ხო ყველა ტელევიზიის შვილია, ყველა ტელევიზიაში დაბადებული და გაზრდილია და შესაბამისად ეს ძალიან იგრძნობა პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ მე გადაჩეული ვარ რომ ტელევიზიიდან ზრუნავენ ჩემს კადრზე. გუშინ ოდარმელაძემ დამირეკა და მითხრა რომ ნანუკა ეს არქივიდან ეს კადრი გამოიყენა, ეს კადრია და ვიქოდი, ესეთებიც ხდება საერთოდ რომ გირეკავენ და სხვა ზრუნავს ამაზე რომ შენ გქონდეს კარგი კადრი და ვიზუალი და სამსახურში რომ ყვები ძირითადად გონიათ რომ ვიტყვები ესეთ ამბებს, იმიტომ რომ ესეთ რამ არსმენიათ ხოლმე ჩემგან არასდროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან გრძნობდა თქვენგან ძალიან მხარდაჭერას გრძნობ. ნუ ეხლა შენგან ველოდი კიდეც მხარდაჭერას, მაგრამ აი მთლიანი არხიდან უდიდეს მხარდაჭერას გრძნობ და შესაბამისად რაღაცნაირი ძალიან ბედნიერი ვარ რა, აქ რა ვარ. ხო თან იცი რა არის ძველი ხალხი რომ თავს ვიყრით ტევები. საბოლოოში ძველი რუსთავი ორის ხალხი რომ აქ დედა იქ ზალიკო იქ. ეს კიდე განსაკუთრებით ემოციურია. იქ ნოდარის ჟურნალისტები და ბევრი რა ძალიან კარგი მე გამიხარდა და ყოველ ოთხშაბათს ხარ ეთერში. კი. ჩვენ ახლა მაყურებელი უნდა მივაჩვათ რომ ოთხშაბათს ამბავს და ჩვენც რაღაცნაირად უნდა ავაწყოთ, იმიტომ რომ ცუდ დროს კი არა და უბრალოდ რთულ დროს დაემთხვა ჩვენი აქ გადმოსვლა და ვერაფრის შეცვლა ვერ მოვახერხეთ და ამისი დრო ახლა ნანუკას და ფუფუნება არა აქვს რომ რამე ხობრა მიშევცვალოთ და მე ტევ პირველ სიტყვას ვაძლევ რომ როგორც კი ბიძინა ივანიშვილს გადავაგდებთ მაშინვე ვიზრუნებ რომ ჩემი პროექტი იყოს ახალი და სხვა შინაარსის. ეგ ხო ეგ საინტერესო რა აი როდის გადავაგდებ? ახლა შეიძლება ამის გამო დამაჯარი მან. გადაგდებაზე ეგრეა? ანუ ყველა სიტყვა უნდა ვაკონტროლოთ თუ როგორ არის? ამიხსენი შენ უფრო ჩახედული ხარ მაგრამ შეიძლება რომ მოწოდებაც ჩაგვითვალონ. ანუ გადავაგდებთ რა, გადავაგდებთ, ანუ გადავაგდებთ, მაგრამ ხო არ ვიკითხავ, სად გადავაგდებთ? ანუ აქვია ფულს გამოვართმევთ და გადავაგდებთ. ხო შეიძლება ესე ვთქვა, ეს ვიგულისხმეთ, მე ხო არაფერი, ხო? ხო, ნუ როდის გადავაგდებთ ბატონ ბიძინაივა? სამწუხაროდ მაინც ჩემს ირგვლივ ისეთი ადამიანები, რომლებიც კომპეტენტურები არიან, აკეთონ რაღაცნაირი ეკონომიური ანალიზი, ფინანსური თვალსაზრისით პროგნოზები, სამწუხაროდ ამ ქვეყანას მაინც მოუწევს უდიდესი ფინანსური კრიზისის გასვლა. და ეს სამწუხაროდ იმიტომ ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ ცხოვრობს და შესაბამისად ამიტომ სამწუხაროდ. და ყველა პროგნოზი არის ის, რომ ურთულესი სამითო გველოდება, ურთულესი სამითო გველოდება და ამ სამი თვის შემდეგ ურთულესი შედეგები ხელისუფლებას და შესაბამისად მე ჩემი პროგნოზი არის 3-დან 6 თვემდე. 3-დან 6 თვემდე, ანუ ეს ამბავი 3-დან 6 თვემდე ბიძინა ივანიშვილს მოუწევს რომ მხოლოდ მის ნათელმხილველ ირაკლი კობახიძეს არენდოს და მოუწევს რომ სინამდვილეში ქვეყანაში რა ხდება ეგ დაინახოს. ანუ ეს რაც ნიშნავს ირაკლის მხოლოდ ირაკლის ენდობა როგორ ამბობენ რომ აი ესეთი ჭორები დადის რომ ეხლა არის ირაკლი მისთვის აი ტოპ სანდო ტიპი აი თურმე ყველა უცხო სიტყვაზე რაღაც სიტყვები უცხო სიტყვები თუ არის თურმე რაც არ ესმის მაგალითად ურეკავს თურმე ეკითხება და აი ძალიან ესეთი კონსულტაცია მართლა არ ხოდა ფოგოთ რა თქმა მართლა ამბობ და ანუ ძალიან ტოპ კონსულტაციებს გადის ირაკლისთან და ირაკლი ეუბნება რომ ესენი 20-მდე ჩაიხრჩობიან საცივში და თავს გარეთ ვერ გამოაყოფენ 20-მდე და ახლა ირაკლი კიდე რაღაც ახალ ვერსიებს თავს. ოღონდ მე მეუბნებიან რომ ახლა ყველაზე მეტად ეყრდნობა და ენდობა ირაკლი კობახიძეს. ანუ მის რჩევებს ესე იგი იმაშვრება ხო? ანუ ითვალისწინებს და ხელში გვიჭირავს. ანუ deep state-ი ახლა მაგან ურჩია რომ ეს აგორდეს, ანუ თვითონ ახლა შეიძლება deep state-ი ეს სიტყვათა წყობა შეიძლება არ ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს და ნუ ირაკლი
აუხსენდა. ხო, არავის არ ესმის, მაგრამ რაღაცნაირად საშიშად ჟღერს რა, მივხვდი deep state და მოდი ეს deep state-ები ვილაპარაკოთ რა. ირაკლი, მიდი ხა deep state-ები ვილაპარაკე ბევრჯერ. სხვათა შორის მან მინდა რომ ცოტა განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა ირაკლი რუხაძის გადაცემის შემდეგ გამიჩნდა ეს მოსაზრება რომ აი deep state-ებში შეიძლება ბატონი ბიძინაც კარგად იყოს ჩართული და ამ პროპაგანდის შექმნაში იმიტომ რომ მე მივხვდი რომ ეს რაღაცა კოლექტიურია რა იმიტომ რომ ირაკლი ყოველთვის რო უსმინა რუხაძეს ანუ იმდენად ორგანულად საუბრობდა იმაზე რომ არსებობს მხოლოდ ორი პარტია და მეტი არავინ და ვერ იარსებობს მათ შორის აი ძალიან თბილად საუბრობდა რომ აი ბადრიკი ჩემი მეგობარია თუ რაღაც პატივსცემ მაგრამ აი ნახეთ ბადრიც ხო აბა 51 თუ არ ხარ ნაცი ხარ ჯაფარიძეზე ისეთ ფილად ხო რომ მივხვდი რომ მას რაღაც პერსონალური ურთიერთობები აქვს ბადრისთან მაგრამ ესეც კი არ არის საკმარისი იმისთვის რომ მას 51 მაინც მას ნაც მაინც ეძახის ანუ როგორც ჩანს ეს რაღაცა გლობალური ამბავია მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს მეგობრებო რომ ირაკლი რუხაძე ძალიან კარგ ურთიერთობაში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან 2012 წლის ბოლო წუთამდე მე არ ვიცი რამდენად აქვს ამის თქმის უფლება მაგრამ ანუ მე ვიცი რომ რავი გიგი უგულავა ლონდონში მაგასთან სტუმრად დადიოდა ხოლმე. რას ლაპარაკობ? ხო და რავი მე ანუ ეს ნაცების მიმართ როდის მე გავუხდა რომ ოღონდ ნაცები ანუ რაღაცეებში არ იყო გულწრფელი. ეხლა ეს მე მესმის რომ შეიძლება წამყვანს არ ცოდნონ და კაცო ძალიან პირადი ინფორმაცია მაგრამ მე ვიცი ორჯერ ის ამბავი რომ გიგი უგულავა ლონდონში მასთან სტუმრად ჩავიდა და შესაბამისად ეს ნაცები მის სისხლს როდის სვამდნენ ეს უგულავა რომ ლონდონში ჩადიოდა თუ მანამდე ანუ ამაში ცოტა ვერ მივხვდი. შეიძლება სისხლის დასალებად ჩადიოდა უგულავა. აი ეს შეიძლება. ლონდონში მოდი ეს ვერსია განვიხილოთ. არის ვერსია. იმედისთვის იქნება საინტერესო აი ამის გაშლა ხო იმიტომ რომ ხო და ნუ მაგრამ მე ვიტყვი რომ ეს თვითონ თვლიან რომ აწყობთ რომ ორი პარტია იყოს მიხდი კი თქვა ნახე როგორ თქვა რომ ეს სოფლიოში ესეო და მოდი ამას შევეგუოთო რომ ორი პარტია არსებობს რა ასე უნდა ჩამოყალიბება უბრალოდ იცით რა არის ამ ქვეყანაში 51 უფრო სამარცხვინოა დღეს ანუ გამორიცხული არა იმიტომ რომ გასაგებია ყველა პარტიას თავის ცოდვა აქვს მაგრამ ერთი და უმთავრესი არასოდეს ეჭქვეშ არ დამდგარა წინა ხელისუფლების პერიოდში და ეს იყო ამ ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია და არასოდეს ეჭქვეშ არ დამდგარა რომ ამ ქვეყნის არჩევანი იყო ევროპა და ცივილიზებული სამყარო და ბოლო კაცო ევროპარლამენტარებს უჯერებდნენ რომ რაღაცა კრიტიკა რომ მოდიოდა ახლა ნუ 2007 წლის 7 ნოემბრის მერე პრეზიდენტი გადადგა კი ზუსტად რასაც გვახსენებენ სულ ანუ 7 ნოემბერს ხო სულ გვახსენებენ ნოემბრის დღეს ჯერ ხო რამდენჯერ 7 ნოემბერი მოგვიწყვეს მაგრამ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა რომ შეცდომა დაუშვა და გადადგა ანუ ისევე როგორც მე გადაწყვიტა რომ იმიტომ რომ პოლიტიკოსი იყო გასაგებია განსხვავებით ბიზნესმენი მე შემდეგ გადაწყვიტა რომ ის უნდა ყოფილიყო ის პოლიტიკოსი რომელიც მიშას ხო ქონდა ეგ ამბიცია რომ პირველად ყოფილიყო რა ანუ ქონდა მიშას ეგ რა წასვლაც პირველად აი ეგრე წავიდა რა პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნები გადააბარა ანუ არჩევნები წავიდა ანუ ეგეც არ უნდა მე უნდა წავიდე პირველად ეგრეო და წავიდა ეგრე და ნუ მოკლედ ამიტომ ზოგადად ეხა ხო რაღაცა გაცილებით უფრო მეტი და მოახერხეს თაობის დაკომპლექსება მე ხა ბავშვებთან ხშირად ვარ და მოახერხეს თაობის დაკომპლექსება არასწორია და ეხლა ამ კომპლექსების დრო არ არის მე ამას სულ ვამბობ რა იმიტომ რომ აი ქოცების პირობებში ნაცებზე ნუ არ ვლაპარაკობთ იცი რა უნდა კითხო ეხლა შენ ბევრი ამბავი მოგდის და აი ეს მაგალითად ხო ეხლა დიდი ჩინოვნიკები კაი ნუ გასაგებია მაგრამ ისინიც ნერვიულობენ ხო ანუ რაღაცა ბიზნეს რაღაცა ხუშტულებს უნდა გადაყვნენ და თავიანთი ცხოვრება უნდა დაინგრიონ აი რიგით ჩინოვნიკებზე აი რიგითი პოლიციელი მაგალითად ხო დგას ხო ნახეთ როგორ არის თქვენ ახლა რა დროს ადარებთ ანუ თუ იმ დროს ადარებს მათ შორის შეიძლება აი ცოტა ქართული ოცნების პირობებშიც კი ცოტა ხნის წინ რეალურად იყო ის ინერცია წლების ინერცია რა აი მაგალითად სიტყვაზე ავიღოთ ბესელია პირობითად რა ბესელია ხო არ ითვლება რიგით პოლიციელად მაღალჩინოსანი პოლიციელია ბესელია წინა ხელისუფლების სპიკერი იყო მისი ლამაზი გარეგნობის გამო ანუ უბრალოდ სპიკერი იყო ახლა და წინა ხელისუფლების ამბებს ნუ მასწავლა აბა რა შესაბამისად ანუ იყო სპიკერი რა ანუ მეტი პერსპექტივა მას ყველაზე მაქსიმუმი რასაც მიაღწია კონკურენტულ გარემოში იყო ეგ დღეს ის ცხოვრობს ძალიან კარგად მე ვიცი რომ მისი შემოსავალი არის ძალიან სუყე და ანუ აჭარის
მთავარი პოლიციელია. ანუ ამაზე მაღალ რანგს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, ამ ვერც მიაღწევს ამაზეც. ანუ დასაკარგი აქვს რა. ანუ რაზე დგას ბიძინა ივანიშვილი საშუალო სტატისტიკურ ტიპებს მისცა უმაღლეს ძალაუფლება, რაზეც ვერც კი ოცნებებდნენ. და შესაბამისად, იმათ ჩასაბღაუჭებელი აქვს. ანუ ეს არის ყველაზე მაქსიმუმი. აი პირობითად სისხლის მსმელ ნაცებს ხო რა ქონდათ რა, ყველა წავიდა სხვა ქვეყანაში საუკეთესო სამსახურები იშოვეს. ანუ ჩამოგითვლით ახლა სახელებს დაგვარებს დააწყებული ყველაზე სისხლის მსმელი ზურა ადეიშვილით დამთავრებული, არ ვიცი, ყველაზე ნაკლები, ანუ ყველა წავიდა სადღაც მაღალი რანგის და მათ შორის ნიკა გილაურიც ხო მაშინდელი ნაცების პრემიერ-მინისტრი იყო და წავიდა რეფორმებს ატარებდა სხვა ქვეყანაში და მილიონი ხარ რამდენი ჩამოთვალა. რისი პერსპექტივაც არც ერთ კოდს არ აქვს. ახლა თქვენ წარმოგიდგენთ რომ ირაკლი ყობახიძეც deep state-ი სადმე მიიწვევს, რამე რეფორმებისთვის ხო შანსი არ არის. და შესაბამისად ამათ ჩასაბღაუჭებელი აქვს მეტი. და თან ამ რეალობაში ისე გაშაუდნენ, რომ აი წარმოიდგინეთ, შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს ორი ყველაზე მწვავე სანქცია. ანუ არ არსებობს ამაზე სასტიკი, მაგრამ საიდანაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ამოვა და ბრიტანული სანქცია, რომელიც ანუ არ ვიცი ხა, ეგეთი არ არის საკონტროლო გასროლა, ანუ ვეღარასოდეს კი არ ყვარებია თუმრე მე მითხეს რომ არ დარდავს მაგაზე, იმიტომ რომ არ უყვარს ზოგადად თუ ეს ბარათი და საბანკო სისტემა, ვისაც კეში ცხოვრობს და ანუ ეგ გავიგე, მაგრამ ამით ესე ხო დიდხანს ვერ გუჯაფულებს ფულებით დადის. ანუ ვისაც არ უყვარს ეს საბანკო სისტემა, ამაზე ხო არ დგას რომ საბანკო სისტემა არ უყვარს და ერთი ნაწილი ეს არის, მაგრამ არსებობს მეორე ნაწილი, მე მაგალითად მითხრეს და ვიცი რომ ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსანი არის ძალიან მწვავე დეპრესიაში, რომელიც ძალიან ცუდ ამბავში მოყვა ეხა რა. ანუ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც სინამდვილეში ეს ყოფილი აწუხებთ, ჩაყოლის ამბავი აწუხებთ რა. კი, ეს დეპრესიული ფონები აქვთ, ანუ ხო აქვთ, აი სიტყვაზე უკვე რომ გაშუქდა და პერსონალური გაშავება მუშაობს ყველაზე გავლენიან პოლიციელზეც კი. ყველა დროის, რომელ დროშიც არ უნდა ყოფილიყო, პერსონალური გაშავება მორალურად ანგრევს ყველა პოლიციელს. გამორიცხულია რა. ხო, იმიტომ რომ ეს იმას ხო ჩვეულებრივ ცხოვრებაც აქვს, ხო, გამოდის. და თან ეხა როცა ახალგაზრდა ხარ, წარმოიდგინე, როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ და იცი რომ არავინ არსად არ გაგიყოლებს რა. შენ იმ თვითფრინავში არ აღმოჩნდები, რომელიც თვითფრინავშიც შეიძლება ვიღაც სადღაც გაფრინდეს, უეჭველი არ აღმოჩნდები და თან ამის გამოცდილება უხოლის წარსულშიც ხო იყო არა? ხო, როგორ მოხდა მე ადამიანების თვითგადარჩენა, მათ ხო იციან. ეს სტრუქტურის ადამიანები ერთმანეთს კარგად იცნობენ წასულებსაც, სხვა ქვეყანაში თავშესაფარი ვინც მოითხოვა, ისინიც კარგად იციან და იციან რომ ყოველს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა მოუწია და ეხა. ხო, სისტემის ხალხი. ხო, სისტემის ხალხი გულისხმობ. შენი მე მგონი ინგა გრიგოლიასთან ვარ სტუმრად. არა, მე ხო ის შენ ესე წვრილმან რაღაც ამბებიც ხო გაქვს ისეთი საინტერესო ეს ძალიან საინტერესო ფაქტი იყო რომ ადამიანი უკვე ფსიქოლოგიურად გატეხილია და ესე უნდა მოხდეს. აი ფსიქოლოგიური გატეხვაზე უნდა თქვა მიუხედავად აი ირაკლი ყობახიძემ იკადრა და დასცინა სხვა ადამიანს მორალურ ანუ მენტალურ პრობლემებზე რა. გვარამიას. ხო, გვარამიას ძალიან სამარცხვინო და ამაზრზენი იყო. მენტალურ პრობლემებზე არ დასცინიან არავის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ვიცით რაღაცაები რა, ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ყველამ ვიცით ერთმანეთის ფსიქიატრის სახელი და გვარი და ყველამ ვიცით ვინ რა დიაგნოზით მოძრაობს. ზოგს კლინიკა სახელზე აქვს. ხო. მე მაგალითად ზოგს კულუარულად ამბები, ანუ ჩვენ ხო სინამდვილეში არ ვკადრულობთ იმას, რასაც ქოცები კადრულობდნენ. არ ვკადრულობთ რა. ეს არის ჩვენი პლუსიც და მინუსიც. პლუსი იმიტომ რომ გბიჭირს ამათთან ბრძოლა, იმიტომ რომ ისინი მაინც კადრულობენ და კადრულობენ პლუსი იმიტომ რომ ჩვენ მორალურ ჯებირს არ ვანგრევთ რა. ანუ ჩვენ ამას არასოდეს ვიტყვით რომ ვიღაცას მკერდი მოაჭამა. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვიცოდეთ რომ მოაჭამა. და შეიძლება უარესებიც ვიცით. მაგრამ არ ვიკადრებთ. ხო, ნუ ეს ირაკლი არ ვიკადრებთ. არ შეიძლება ეს ირაკლი, არ შეიძლება ეს ცხოვრება. ძალიანაც არ გაგვაფრესო. ეს შეიძლება. ხო, მე სასამართლო, საინტერესო სასამართლოს ხდომა მქონდა შენ პირადი. ანუ სასწაული. ჯერ ხო სხვებზე ხარ ძალიან გადაყოლილი შენი ფონდი, ნუ ფონდზე ვისაუბრებთ. ანუ ჩემთან შემოვიდა პოლიციელი მბრალდებელი გოგო, ხალხნო. ვერ წარმოგიდგენიათ რაზე გელაპარაკებით, ანუ მე ეგეთი გემრიელი ფლასაიზი. ვერ არ მჯეროდა, მეთქი ახლა ეს დაჯდება და მე ბრალს თუ როგორც არის. ბოლომდე ვეკითხებოდი, თქვენ პოლიციელი ხართ უკაცრავად კი, ანუ ეგეთი ლამაზი, ეგეთი მწყობრით, ეგეთი გემრიელი ტანით. მე მთელი პროცესი ვეუბნებოდი, რა გინდა პოლიციაში. ოკეი, გასიკეთე მოვიდა რა, წადი მოდელად რა. წადი სადმე მოდელად, აი ულამაზესი, აი მართლა ძალიან. ხო, ანუ შეცინააღმდა გაძლევდა ჩვენებას რეალურად. ხო, მიმტკიცებდა რომ მე კანონი დავარღვიე. რა კანონი დაარღვიე, ისე გზა გადაკეტე. ხო, გადავკეტე. ანუ მართლა გადაკეტე, ანუ დამნაშავე ხარ. კი, აღიარებ დანაშაულს. კი, ვაღიარე დანაშაულს. მოსამართლე მეძახის რომ მოდიო რომ განახო ვიდეო. და ეს არ გამომიგზავნეს და გამომიგზავნეს საქმის მასალები, სადაც იყო ჩემი 12 პასპორტის ფოტო.
სასტიკი. ანუ როგორი სასტიკი ფოტოები და ვიძახთ რომ ჩემზე მორალური წნეხია ახლა ზე უნდათ რომ დაგანგრიეს დამანგრიეს ისეთი ფოტოები მონახეს ჩემი რომ აი დამანგრიეს და მე მეხუმრობდი რომ მტკიცებულება არ გავამჟღავნოთ თქო დავხუროთ სხდამა თქო და იქ გვანახეს უკვე ეს ვიდეო და მოსამართლე იყო იმ პროცესს ანუ გახსოვთ რესტორანში რომ დავხვდით მოსამართლეებს ხო მეცნობა ეს კაცი ვახ ვიფიქრე ეს იყო იქ უეჭველი ვფიქრობ იმიტომ რომ იქ აქციას უწყობდით იქ ჭამა რო აცადეთ და ნუ ხო უნდა ვეზიძღებოდა რა ყველა ლოგიკით არ უნდა ანუ მინიმუმ არ უნდა უხარდა რა ხო და ბოლოს მითხრა რომ არ გინდა ნანუ ქაუტონ ნანა პასპორტით ნახოთ თქვენი ვიდეო და უკვე ვიცი რომ საშინელი ვიდეო დავანახო და რო ვანახე ვიდეო ნუ მითხარი რა რა ხდებოდა ვიდეოში ანუ თქვი ხომ აი 5000 ლარიანი ვიდეო არა გირდა ხო ანუ შუა გზაზე ხალხო მოდით გადაკეთე ადრე 500 ლარი იყო გადაკეთე აი მე მომისწრა მაგან კანონის შეცვლა გაძვირება კი გააძვირეს ხო ეს გასაგებია რომ ხუმრობა მაგრამ სინამდვილეში ეს არის უდიდესი ფინანსური წნეხი ახალგაზრდებზე ხო რომლებსაც არ აქვთ არანაირი შემოსავალი და თან არის იცი ეს შენი ფონდი ძალიან ბევრი ადამიანს ეხმარება ხო ვიტოვერიდები დაყადაღებებს ანუ ჩემი დაყადაღება არ შეიძლება ჩვენი ონისეს ხადადაც საპატიმროშია და ნუ ყველა პატიმარს კი დაეხმარეთ და ნუ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გვინდა ჩვენი გუნდის სახელით გადაგიხადო იმიტომ რომ აქვე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საერთო საქმეს ვაკეთებთ ყველა ახლა კი და ზოგადად ამ შენ ფონდს ალბათ ახლა ძალიან ესე უტრიალებენ რა ამოატრიალეს მართლა თავდა ეს თავში იყო მომწარეს და მითხეს რომ ფონდი გაიტანეს შენი პირადი ანგარიშები გაიტანეს ყველაფერს ნახულობენ შემდეგ უკვე მეორე ნაწილი იყო ის რომ ყველა ლილოსში თუ რამე ფული გადამირიცხავს ყველა ლილოს გამყიდველი წაიყვანეს პროკურატურაში ყველა აბსოლუტურად და ნუ ერთი საერთოდ არ არის სახუმარო ტელეფონები არ დაუბრუნეს მართლა ყაჩაღებმა ხო და მეორე ნაწილია ის რომ იქ ეძებდნენ რაღაც რეზბა ვეუბნები რომ რეზბა რა არის ეს გაწავრომ მირეკავს აი რეზბებს ეძებენ ვერ გავიგეს რეზბა რა იყო მაგრამ სინამდვილეში ამათაც ანუ იქაც ამბავი განეითო რეალურად ეძებდნენ ფეიერვერკები თუ ქონდა ნაყიდი ხო დადიოდნენ ნანუკა ხომ არ ყოფილა არა იცოდნენ მისამართები მე სადაც მქონდა ჩარიცხვები და იმათი გამყიდველები წაიყვანეს პროკურატურაში 7 საათიანი 8 საათიანი დაკითხვებით შენი ფონდი ხა რეალურად რამე რო უკნან ადგები და სხვა ფონდს გააკეთე და სხვა მიხვდნენ ალბათ მაგას რა თან სინამდვილეში მანდ ეძებდნენ ალბათ მსხვილ მომწირვალს და ნუ ეხა ეგ ხო ძალიან ღია რა, ნუ ძალიან ღია და საბოლოო ჯამში მე მგონი მიხვდნენ რომ აზრი არ აქვს. ეხა ერთი ფონდი დახურო, მეორე გაკეთება, მეორე დახურო, მესამე გაკეთება რა აზრია. ხო. კაი და იცი რა მაინტერესებს ეხლა აი ეს თვითონ ზოგადად არის ხოლმე ბევრი ეს აი ხო ყოველდღე ხო იმართება აქცია ხო ანუ აი ეხლა რომ ვაკვირდებით ხო აი უცბად რაღაცა დღეს რაღაცა ცოტა ხალხია და რაღაცა ვერ ახარისე და რაღაცა და უცბად ამ დროს ხელისუფლება რომ დაინახავს რომ უი ცოტა ხალხია რაღაცა ისეთ დააბრეხვებს რომ მეორე დღეს მოდის სხვა ხალხი რაღაცა ადამიანი აი ხო ხტები და ანუ არ მილევის რეჟიმში არაფერი არ ეტყობა ამ აქციებს ხო ერთი მას რა Facebook-ში შემეგობარს ეწერა ესეთი სტატუსი რომ წარმოიდგინეთო ხართო პატიმარიო და საპატიმროში ხართო და ერთ დღესაც ტელევიზორი ჩართეო და ნახეო რომ გზა არ გადაიკეტაო რა და ეს ისეთ ამან იმხელა გავლენა მოახდინა ჩემზე რომ ერთ დღეს ვიყავი 4 ადგილას ოღონდ იცით როგორ 4 ადგილას შეუგზავნეს პოლიციელები იქ მივარდი ანუ აქტიური ანუ იქ სადაც ხარ აქტიური რომ ხარ ანუ უბრალოდ მარშზე არ ვიარე რა ანუ ემოციების დახარჯვა და ენერგიების დახარჯვა მომიწა და აი მეოთხე უკვე ბოლოს დაფიონის მარშზე რო წავედი და იმ გონია რომ მოკვდები და უცებ აი გამახსენდა ეს სტატუსი რომ წარმოიდგინე რომ ხარ პატიმარი და ერთ დღესაც არ გადაიკეტა რუსთაველი და ეს იყო ჩემი როგორ გითხრა მოტო იმისა რომ არა მოდი 1 საათი მაინც წავალ მაგრამ სინამდვილეში მაინც ჩვენი მამოძრავებელი არის ხელისუფლების დამოკიდებულება ქვა აი მაგალითად როდესაც ყობახიძე გამოდის და ამბობს კადრულობს და აუცილებლად ეს თემა ამ თემას უნდა შევეხოთ მზიას როდესაც გამოდის და კადრულობს რომ აი მზია სააკაშვილი 2-ია ანუ ყობახიძე ამისთვის უნდა დაისაჯოს. არასოდეს ყობახიძე არ უნდა იღირსოს, რომ აი ეს მისი პროგნოზი გამართლდეს აქციის დაშლასთან დაკავშირებით და ზიათთან მე არ ვიცნობ მას, მაგრამ აი როგორც მიხსნიან, ძალიან ისეთი ამაყი, ძალიან ღირსეული ადამიანია, რომელიც არ იწუწუნებს თურმე, რაც უნდა ცუდად იყოს, როგორც ამიხსნეს, არ იწუწუნებს თურმე თავის მდგომარეობაზე. თქვა ძალიან საინტერესო რაღაც, იმიტომ რომ ხალი 12 იანვრიდან შიმშილობს. დიახ.
და გამოვიდა და თქვა რომ მზია ამახლობელი საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. რატო? იმიტომ რომ მზია კულტურული ადამიანი, რომელსაც კითხეს როგორ ხარ და კარგად უკვე სხვა პირი არ დაიწყო ხო? აი რას ეთყოდა ხო? და მიუხედავად ამისა და ანუ ამით სარგებლობენ, მიუხედავად დღეს უკვე ამბობენ ადვოკატები რომ მოძრაობა აღარ შეუძლია. და უკვე მას ძალიან ეთყობა რომ მისი მდგომარეობა უკვე არის საგანგაშო. და ყველაზე მნიშვნელოვანი მიშას დროს სწორი რეაგირება ვინ გააკეთა ნინო ლომჯარიამ. და ნინო ლომჯარიამ სწორად შეკრა ეს ექიმების ჯგუფი, კი, სწორად შეკრა და ამას მე თვითონ ზუსტად იგივე განგაშია ასაწევი აქაც. უნდა შეიკრეს ექიმების ბორდი, სანდო ექიმების, კომპეტენტური ექიმების, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ანუ ყველაზე უმორალო სახალხო დამცველმა, რაც კი ყოლია საქართველოს ისტორიაში. ლევან იოსელიანს მოუწევს რომ მზიასთან რაღაცა ეს ერთობა ექიმების გააკეთოს. რა და მოახდინოს? სხვათა შორის რაღაცა შე სტატუსებს ხშირად პასუხობს ხოლმე ლევან იოსელიანი. აი რატო არ ვიცი რატო ჩემი პლატფორმა. ხო, მიმართულებით აქტიური. მოუდება იქ შემოსვლა, დაწერს კომენტარს, მე აქედან ეცემიან, გაბრდღუნიან შუაზე და მე ანუ მართლა ვერ ვიგებ რატო ამომიჩემა. როგორ შეიძლება აი სახალხო დამცველად თქვას ესეთი ფრაზა რომ არჩევნების გაყალბების ერთი ფაქტიც ვერ დავინახო. აი ერთი ფაქტიც კი ვერ დავინახეო. წარმოგიდგენიათ, ანუ მარნეულში ადამიანი ხო აი ის ესე ჯაჯი ასე როტერიდათ ასე აი ეგ ვერ დაინახა. აი და შეიძლება ეგ ვერ დაინახა. ანუ აქ კანონდარღვევა შეიძლება კანონდარღვევა ვერ დაინახა. ხო და ნუ აი სასწაულია. აი ხო შეიძლება რომ ცოტა ისე აი ზღვარზე ითამაშო რა. აი შეიძლება იყო მთავრობის კაცი. შეიძლება. ჩვენ კი ხელს არავის ვადებთ, მაგრამ ხო, ეხლა ლევანი ხო. ხო და ზღვარზე რო ითამაშო, რომ ისეც თქვა და ასეც. ასეთებიც ხომ ყოფილან. კი, ეგეთებიც ყოფილან. მე შენს ეთერს გამოვიყენებ, რომ მივმართო პატიმრებს. ჩემს ეთერსაც ყოველთვის ვიყენებ და ყველა პლატფორმას ვიყენებ ამისთვის, იმიტომ რომ მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საკანში მყოფი ადამიანისთვის იმის პირობა, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, მანამდე ვიდრე ბოლო პატიმარი იქნება ციხეში. მანამდე ვიდრე პატიმრები საკანს არ დატოვებენ. ამის პირობას დებს აი ის ნახევარი საქართველოზე მეტი. მე არ მიყვარს ზოგადად მთელი საქართველოს სახელით საუბარი. მოდი თქვა ის რამდენი ჩვენ ვართ და ვართ მათზე გაცილებით უფრო მეტი, ვისაც ეს არ უნდა და შესაბამისად მე კიდევ ერთხელ პირობას მოგიკითხავთ ყველას, იცოდეთ რომ გვახსოვხართ და იცოდეთ რომ ყოველდღე ვართ რუტინაში ჩართულები, რომ თქვენი ყოფა იყოს უკეთესი ვიდრე არის. თავისუფლება მზიას, განსაკუთრებით ახლა თავისუფლება მზიას. ძალიან დიდი მადლობა ნანუკა მინდა წარმატებები გისურვო. უღრმესი მადლობა ნანუკა. ინგა გრიგოლიას ეთერი. გადაცემის წარმოდგენია PSP